ერთი თვის წინ დავიწყეთ კამპანია სინათლე არ უნდა ჩაქრეს 22 მედია გავერთიანდით რომ ვიბრძოლოთ სანამ გვიან არ არის და დღევანდელი მარშიც ქუთაისში ზუსტად აი ამ რაღაცა კამპანიის ფარგლებში ხდება, იმიტომ რომ იცით რომ რეჟიმი უკვე დიდი ხანია ცდილობს სიმართლის ჩახშობას. ეს ყველამ უნდა ამოიღოთ ხმა იმის წინააღმდეგ, რაც საქართველოში ხდება. იმ ცდილობის წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებს თავისუფალი მედიის, თავისუფალი ხმის ჩახშობა. სინათლე არ უნდა ჩაქრეს, რადგან დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე, რაც უნდა დაიცვას საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. გადამწყვეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი მედიები, რომლებიც აი მოცემულ მდგომარეობაში, რასაც ჩვენ ვართ, შეძლებენ ის ობიექტური ინფორმაციის მოწოდებას, როგორც ვალდებულება, ისე გავიხადოთ ეს, რომ ქართული მედია, დამოუკიდებელი მედია ამ მძიმე დროში გადავარჩინოთ. სინათლე არ უნდა ჩაქრეს დამოუკიდებელ მედიაში, იმიტომ რომ დამოუკიდებელი და მიუკერძობელი მედია არის საზოგადოების ხმა, რომელიც ყოველთვის უნდა ისმოდეს ქვეყანაში. უნდა ესმოდეს იმ ადამიანებს, ვინც არიან ხელისუფლებაში, მთავრობებში, არიან ახლა, იქნებიან შემდეგ. მათ ყოველთვის უნდა ესმოდეთ ადამიანების ხმა. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველთვის არსებობდეს მედიები, რომლებიც გააჟღერებენ საზოგადოების ხმას. რა თქმა უნდა, სინათლე არ უნდა ჩაქრეს, სინათლეა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი მედია უნდა არსებობდეს ყოველთვის და იარსებებს ყოველთვის. სინათლე არ ჩაქრება.